სტუდენტების განწყობა თქვენ ალბათ თავიდან მაინც თეთრი ყვავი ხარ ხო რაღაცა თავიდან ხარ იცი როგორ თეთრი ყვავი ხარ რომ შენი უშუალო თანაჯგუფელებიც კი ძალიან ეჭვით იყურებენ და იყო შემთხვევა როდესაც ჩვენ ვეგონეთ რომ ვიყავით ძალიან ბევრი მაგრამ ჩვენ თვითონ რომ ვითვლიდით 7 ვერ გადავაჭარბებდით ვერაფრით და მე აი ის რაც სტუდენტურ პრესკლუბად ჩამოყალიბდა და ეს პრესკლუბი რაღაცა უცნაური სახელი უცებ გაჩნდა და უცებ დაგვერქვა და ამაში არ იგულისხმებოდა მედია ნამდვილად მე გაჩნდა სტუდენტური ფურცელი რომლის გამოშვებაც პრესკლუბმა დავიწყეთ იგულისხმებოდა უფრო ზეწოლა თუ ზემოქმედება პრესი ასე ვთქვათ, მაგრამ აი უცებ ვიღაცამ თქვა რომ მოდი პრესკლუბი. არც ვიცი ვინ თქვა, როგორ თქვა, რაღაცა ეს იყო აბსოლუტურად არაფორმალური ჯგუფი, ამას არ ქონდა არც იურიდიული გაფორმაში, ჩვენ დროს ჯერ კიდევ არ იყო ასე. სად იკრიბებოდით ანუ დეკანის ან დავშეთ უნივერსიტეტის პრობლემები? იკრიბებოდით უნივერსიტეტის ბაღში, ერთი უნივერსიტეტის გადაღმა იყო ყავახანა და ჩაის სახლი ცნობილი ჩაის სახლი რა თქმა უნდა და მე რაც მთავარია ყველა ჩვენს გეგმას როგორც აღმოჩნდა ვადგენდით უშიშროების სამსახურის თანდასწრებით იმიტომ რომ მუდმივად იყო რა თქმა უნდა თვალთვალი მუდმივად იყო ზედამხედველობა მაგრამ ეს ადამიანები ჩვენ არაფერს არ გვიშავებდნენ იმიტომ რომ სულ ესენი ტრიალებდნენ თურმე ჩვენს გარშემო და ჩვენ არ ვიცოდით რომ ესენი იყვნენ იმიტომ რომ არავინ არ როგორც ახლა მოვაჩინეთ რაღაც მაშინ ხო გამონტაჟებული მოსაქმენი აპარატურა და სხვათა შორის ცოცხალი კგბ-შნიკი ჩვენ ესე ვეძახდით, სხვათა შორის მე ვეძახდით იმერელ ბიჭებს, გვეგონა რომ ამით ნიღბავდით. გორჯონიკით გამომდინარე. ძალიან გვაინტერესებდა ცოცხალი კგბ-შნიკის ნახვა. იმიტომ რომ აი ეს რაღაც აი რეალური ადამიანი თითქმის არ გვეგონა. ანუ ორი ხელი არ ქონდა, ორი ფეხი არ ყოფილიყო. რაღაცა ძალიან ესეთი რამ უნდა ყოფილიყო და მე ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცაზე გვითხრეს რომ ეს არის კგბ-შნიკი, მე ის ადამიანი არასოდეს არ დამავიწყდება ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მძიმე შთაბეჭდილება ჩემთვის, რომ დავინახე ცოცხალი ადამიანი, შევხედე რომ არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ჩვენთან ერთად დადის სულ ყავის დასარლევად, კონტაქტი არ შემოვიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უცხო არ არის ჩვენთვის. ჩაის სახლში, სიონში ძალიან გვიყვარდა ჩვენ მაშინ სიარული და ამ ადამიანს ჩვენს გარემოში სულ ხედავდით და ესეთი გაშინაურებული გარეგნობის ადამიანი იყო ჩვენთვის. ეკლესიაში სიარულზე სულის მახსენდება მახსოვს აი ადრე ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ არ დადიოდნენ ეს ეკლესიებში კანონიერი ქურდები დადიოდნენ ეკლესიაში და წირავდნენ ხოლმე რაღაცას ეკლესიებს და მე ხა ჩვენი კრიმინალური ხელისუფლება რომელიც დაახლოებით ისევე მოქმედებს როგორც კანონიერი ქურდები ასევე მე მიდიან და ოღონდ ესე გამოსაჩინად კანონიერი ქურდებისგან განსხვავებით ესენ გამოსაჩინას უყურებთ დაინახოთ როგორ თადიან ესენ ეკლესიაში არა არ ვიცი ხა ის სიონში რო დადიოდა ის კგბ-შნიკი არც მე ალბათ მე საერთოდ ჩვენ სათვალთვალოდ და არა იმისთვის რომ რაღაც რამდენჯერ შეხვედით ეკლესიაში ხო და ეს პირველმა შოკმა რომ გაგვიარა ჩვენ რო აი ეს ცოცხალი კგბ-შნიკი დავინახეთ და ვიცით რომ ეს არის თურმე ნამდვილად კგბ-შნიკი მე აღმოჩნდით უცნაურ მდგომარეობაში ამ ადამიანს დაუწყეთ აქეთ დევნა იმიტომ რომ გვაინტერესებდა როგორ მოქმედებდა სად დადიოდა ეს ცოცხალი კგბ-შნიკი ისე მქონდა ინფორმაცია როგორ სერიოზული დისკომფორტი შეუქმენით, ოღონდ ეს ის კი არ იყო შეგნებული, რომ აი რაღაცა დისკომფორტი შეგვექნა ხა ერთ კგბ-შნიკს თუ დისკომფორტი შეუქმნით, ამის ქვეყანა არ დაიწყო. ხო, მეორე იქნება და სადმე რომლის შესახებ თქვენ არ იცოდით. ხო, მაგრამ აი იმდენად გვაინტერესებდა რომ რა როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, ჩვენს არეალს რო სწდება, ჩვენს თვალსახედვას მერე სად მიდის, სად არის საიდუმლო ოთახები, სადაც ესენი დადიან და ინფორმაციები მეოქ რომ ამ ადამიანს შეუქმნით სერიოზული დისკომფორტი და მათ შორის როგორც ჩანს ფსიქოლოგიური დისკომფორტიც, იმიტომ რომ ეს მშვენიერ დღეს შემოვიდა კონფლიქტში ჩვენთან და თქვა რომ წაგათრევთ ახლა სადაც საჯიროა და ну აი ასე ვთქვათ, აი ეს იყო ჩვენი ესეთი ცოცხალი შეხება. კგბ-სთან იყო რა თქმა უნდა მუქარა რომ უნივერსიტეტიდან გაგვრიცხავენ. მუქარა პირდაპირ რა თქმა უნდა. მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ უნივერსიტეტი მიუხედავად იმისა რომ მაშინ
იყო პარტიული კომიტეტი, მაშინ მიხედავთ იმისა, რომ იყო იდეოლოგიური კიდე ცალკე რაღაცა კომიტეტი თუ განყოფილება. ჩვენ აი ესეთ ძლიერ რეპრესიას არ განვიცდიდით. ჩვენ ვიყავით მზად იმისათვის, რომ შეიძლება უნივერსიტეტიდან გავერითხეთ. ერთადერთი სიმძიმე, რაც იყო, მაგრამ რაც არ განხორციელებულა სხვათა შორის, ოჯახის წევრებზე ძალიან გვეშინოდა, აი იცით ხა ეს ისეთი ასაკია, რომ რაღაცა რომანტიკული გიტაცებს კიდე ბევრი რამე და სხვანაირად თავისუფლებას ხანდაც უფრო რაღაცა ესეთი ჰეროიკული რაღაცა პატრიოტული განცდები გაქვს ადამიანს. ერთადერთი აი სადაც ძალიან ესეთი ვიყავით იყო ეს რომ აი თუ ჩვენი ოჯახის წევრებს რამე დაემართოთ, მაგრამ ეს იყო რეალობა, მაგრამ მინდა გითხრათ ის რომ სხვათა შორის დედაჩემი სამსახურიდან გაათავისუფლეს ვარდების რევოლუციის შემდგომ და დედაჩემი არ გაუთავისუფლებიათ ჩემი დედობის გამო, მანამდეც იმ სამსახურში მუშაობდა ბიბლიოთეკაში, აბსოლუტურად უწყინა სამსახურში. დახურეს ალბათ ბიბლიოთეკა, ხო? არა. არა. და იყო კიდევ ისიც რომ ჩვენს პროტესტს ანგარიშიც ეწეოდა. მე შემიძლია გითხრათ მარტო ცეკას მდივანი, ანუ მაშინდელი პირველი პირი, იმ დროინდელი საბჭოთა საქართველოს პირველი პირი უნივერსიტეტში მოვიდა ჩვენი მოთხოვნა არ იყო ხა სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ რაღაცა ისეთი პროტესტი როცა უკვე იყო სერიოზული ჯუმბერ პატიაშვილი და რა თქმა უნდა იქ იყო აუდიტორია უნივერსიტეტის დიდი დარბაზი, დიდი აუდიტორია სააქტო დარბაზი იყო გავსებული, რა თქმა უნდა ალბათ კგბ-შნიკებით, კომკავშირლებით. მისალ საკავშირს ხება ხოლმე სტუდენტებს, ოღონდ ზუსტად ის სახელმწიფოებრივი თეატრი შესაძლებელი იყო. ჩვენ მოგცეს იქ მისვლის უფლება. მეცად გეტყვით, სახლში მე დილაუთენია მომაკითხა ვიღაც აბსოლუტურად გაურკვეველმა ადამიანმა, მე არ ვიცოდი ვინ იყო ეს ადამიანი და მითხრა რომ დღეს იმართება ეს შეხვედრა და თქვენ უნდა მოხვიდეთ. მე არ ვიცი იქ რა ჩანაფიქრი იყო, ალბათ იქ ჰქონდათ განცდა იმის რომ ისინი ბევრნი იქნებოდნენ და გადაგძალავდნენ ჩვენ. მე მახსოვს აი ჩვენ ვისხედით სადღაც მეორე რიგში ნაპირას, მე და ირაკლი კაკაბაძე მაგალითად ერთ სკამზე ვისხედით, იმიტომ რომ ბევრი ადგილი არ იყო ჩვენთვის შენახული, მაგრამ სიკვდით გამოვიდა დაცო ტურაშვილიც, თედო ისაკაძეც, მეც ადგილიდან რეპლიკების უფლებაც მოგცეს და ეს გადაიქცა სერიოზულ სკანდალურ შეხვედრად. მე არ ვიცი, მაშინ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს ყველაფერი თუ მე რეპორტაჟი. პირდაპირ ეთერში არ იქნება იქნებოდა ტექნიკურად. ყოველ შემთხვევაში თელმა საქართველოს ჩვენი გამოსვლები ნახა. გაშუქდა. და ეს იყო შოკის მომგვრელი მაშინ საქართველოსთვის, როცა ცეკას მდივანს პირდაპირ, პირისპირ ახალგაზრდები ეუბნებიან ძალიან მწარე სიმართლეს და ჩვენ ვიყავით, დაგითხრა რომ თან ძალიან კვალიფიციურად იმ ბრძოლაში, რა ბრძოლასაც ვაწარმოებდით. ტრანსკავკასიური რკინიგზის წინააღმდეგ. ჩვენ იმდენი დოკუმენტაცია შევაგროვეთ და შევისწავლეთ მაშინ ყველა მიმართულებით ტრანსკავკასიურ რკინიგზაზე, რომ თვითონ პროექტის ავტორები ვერ გვიწევდნენ წინააღმდეგობას სხვადასხვა მიმართულებით. იმდენად ვიყავით ანთებულები და შეპყრობილები ამით, რომ ეს იყო ცუდი საქართველოსთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იქნებოდა დაახლოებით მართალია ხა ეს თხინვალში გამოდის და რიკოც ის არის, მაგრამ უნდა გაჭრილიყო კიდევ ერთგან კავკასიონი, უკვე ხევსურეთში, ბარისახოდან და კიდევ ერთი გვირაბი უნდა გაკეთებულიყო რუსეთთან და გარდა იმისა, რომ აქ იყო ძალიან ბევრი ეკოლოგიური პრობლემა, იყო სერიოზული რუსიფიკაციის პრობლემა, რადგანაც ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, მუშახელი უნდა ჩამოესახლებინათ და ეს იყო აბსოლუტურად შეგნებულად კიდევ და არა იმიტომ, რომ ვთქვათ, საქართველოში არ მოიძებნებოდა ასეთი მუშახელი. იყო დავით გარეჯი. მართალია ხა